კულუარულად. პირველი ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მთავარი შეკითხვა. იყო თუ არა ეს გეგმიური შემოწმება თბილისის მერიაში, თუ ეს იყო რიგგარეშე შემოწმება, რომელიც ლაშეთორდიამ, ანუ გენერალურმა აუდიტორმა განახორციელა. ვინ არის ლაშეთორდია? პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ის არის ჩემთვის სპორტირებული ნაცი, რომელიც იყო ნაციონალური ხელისუფლების და რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა ძალიან ბევრი რამ წინა ხელისუფლების დროს და დღეს ის გადმოპორტირდა ოცნებაში. მე პირდაპირ გეტყვით, რომ უჩა მამაცაშვილის ფავორიტია, მკითხავებს ოდნავ შეეშალათ, ღამე არა, დღეც ხვდება უჩა მამაცაშვილს და მოსალოდნელ შემოწმებებზე და მიმდინარე შემოწმებებზე დეტალურ ინფორმაციას და დირექტივებსაც მისგან იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტექსტი აი ამ ყველაფრის. იყო თუ არის თუ არა ეს ყველაფერი მიმართული დავით ნარმანიას წინააღმდეგ და რატომ არ ხდება 2 დღის განმავლობაში ხსენება, ანუ ხსენება ხდება მხოლოდ რომ ფარცხალაძემ შეიძინა მიწები და ვინ მოაწერა ამ ყველაფერს ხელი და ვისი დახმარებით ეს გახლავთ თბილისის მერი, რომლის სახელი და გვარი ჯერ არავის არ იცის შემთხვევაში დღეს პირველად გააკეთა მინიშნება ნარმანია არ უხსენებია თბილისის მერია. თბილისის მერია. ჩვენ ვიცით რომ დავით ნარმანიას აქვს პრეტენზიები რომ მეორედ იყაროს კენჭი თბილისის მერის პოსტზე. თბილისის მერის პოსტზე ასევე განიხილება კახი კალაძის კანდიდატურა, ქართული ოცნებინა, ისევე როგორც თბილისის მერის პოსტზე სურვილი აქვს კენჭი იყაროს ირაკლი ღარიბაშვილმა. უკავშირდება თუ არა ეს შემოწმება პოლიტიკურ ინტრიგებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ასევე, ანუ დავით ნარმანიას აი ამ დასკვნის მერე, რომელსაც ბატონი თორდია გამოაქვეყნებს, ეკნება თუ არა არჩევანი საღვարձელსა და პროკურატურას შორის. ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. რაც შეეხება უშუალოდ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე ადვოკატად ბუნებრივია ვერ გამოდგები, ჩვენ ვიყავით და მეც მათ შორის ჟურნალისტებმა ერთ-ერთმა პირველებმა გავახმაურეთ ის კომპრომატები ჯერ კიდევ მისი მთავარ პროკურორის პოსტზე ყოფნის დროს და რომლის გამოც მას მოუხდა პასუხისმგებლობა და ეს პოსტი დატოვა. რა შეიძლება იყოს აქ? მე პირდაპირ გეტყვით, ჩემი ინფორმაციით ეს არის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის კარზე. ფარცხალაძე თავისი კავშირებით, თავისი ძველი თანამდებობით, თავისი კავშირებით ფინანსურ პოლიციაში დღეს და მათ შორის პროკურატურაში ფლობს ძალიან ბევრ კომპრომატს და ინფორმაციას ქართული ოცნების წევრებზე, მინისტრებზე, თანამდებობის პირებზე და ასე შემდეგ. ის არის ძალიან საშიში პირი ამ შემთხვევაში მათთვის, იმიტომ რომ პირდაპირი კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან, ის არც მალავს რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია და მას შეუძლია პირდაპირ მიაწოდოს ინფორმაცია ივანიშვილს. ამიტომ გამორიცხული სულაც არ არის რომ სწორედ მეორე ფრთა, ანუ სხვა ფრთა ივანიშვილის კარზე ცდილობს კომპრომატების მოპოვებას, sapasukho კომპრომატების მოპოვებას იმისათვის რომ მოხდეს ამ კომპრომატების დაალაგება ბიძინა ივანიშვილთან. თუ მიწებზე მიდგება საქმე, ვიტყვი. თუ მიწებზე მიდგება საქმე, ჩვენ ვიცით თბილისის მერიაში არანაკლები სკანდალი, რაც ეხება მოსამართლე ნაზღაიძის მიწებს და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოძიების საგანი, მათ შორის გენერალური აუდიტორის მხრიდან. თუ მიწებზე მიდგება საქმე, ჩვენ ვნახეთ სუსის უფროსის მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებული სკანდალი 1.500.000 კვადრატული მეტრის მიწა გაფორმებული მისი ცოლის ნათესავებზე და სხვადასხვა პირებზე. არანაკლები სკანდალია, რომელსაც ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ მოყოლია. კიდევ ერთი მიწების სკანდალი დღეს შევიტანე პროკურატურაში განცხადება გამოძიების დაწყება მოითხოვა იოსებ გოგაშვილის მეუღლის მისამართით, მან შეიძინა მიწა სწორედ თბილისის ტერიტორიაზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სექტორი ვაკე საკმაოდ ძვირადღირებული და მას დეკლარაციაში